ჩემი გადაცემის სტუმრები 6 ხმაში მღერიან, მაგრამ მე სხვა გზა არ მაქვს და 1 ხმაში უნდა გამოვაცხადო. გთხოვთ მივესალმოთ ანსამბლი დროშიონი. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, რა თქმა უნდა, ჯერ სრული შემადგენლობით არ ხართ წარმოდგენილი, მაგრამ გადაცემის ბოლოსკენ იმედი მაქვს, რომ შემოგიერთებიან დანარჩენი წევრები თქვენი ანსამბლისა. ისე სხვათა შორის თქვენ ანსამბლში ერთი ქალბატონია და დანარჩენი მამაკაცები არიან, ხო? დანარჩენი მამაკაცებია. რაღაცას მაგონებს, ოღონდ იქ არის აბსოლუტურად პირიქით. ერთი მამაკაცია და ბევრი ქალბატონია. ვერ მიხსენებ. ხომ არა ხო? ახლა დამიწყებს და რაღა დრო შენი მეხსიერებაო, კარგი მოვალ. ხო, ისე რამდენი მამაკაცია თქვენთან ანსამბლში? ჩვენ ანსამბლში არის 12 მამაკაცი. 12 მამაკაცი და რამდენი წელია? 12 წელია. არსებობს 12 წელი, 12 წევრი. ფაქტიურად საათივით გაქვს საქმე აწყობილი, ხო? ნამდვილად საათივით გაქვს აწყობილი. და რა ვზარნებდით რაღაცა და ჩვენ ყავს ანსამბლში ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მომღერალი სოფოქირია, რომელიც ძალიან ერთი ქალბატონი შემოაპარეთ კიდე. ერთი ქალბატონი შემოაპარეთ, რომელმაც ეს რატო ხარ 13 წლის რო ხდებით ერთ ანსამბლის წევრს იმატებთ კიდე? ალბათ. მე მეთქი ერთი კაცი დავემატები კიდევ თქო, მაგრამ არ გამოდის. მიგიღებთ ბატონო მობძანით. მაშინ ეგ 14 წლის რო გახდებით მე. არც მაგაზე ვიყიდ ვარს. ცოტა არ იყოს მშურს ამ ანსამბლის წევრების, იმიტომ რომ 12-ნი არიან მამაკაცები და ერთ ქალბატონს უძლებენ და მე რა დღეში ვარ ერთი მამაკაცი რო სამ ქალბატონს უძლებ, ახლა წარმოიდგინე. არ არის რთული, წარმოგიდგენია. ნამდვილად რთული არ არის. ესე დღეში არიან ესენი ყოველთვის ხო? რა თქვა შეგიძლია ჩაერთოთ საუბარში არ მოგერიდო. თავისუფლად. კი ბატონო, ქალბატონო შორენდა, ესე იგი, თქვენ ახლა ხართ ანსამბლი დროშიონის ხელმძღვანელი და სწორედ როგორ უნდა გამოვაცხადოთ ანსამბლი დროშიონის მედროშიონე თუ მედროშე თუ როგორ გაცხადებენ ხოლმე? ნახეთ, საინტერესო ანსამბლ დროშიონს რატო ქვია დროშიონი? ეს რა თქმა უნდა მაინტერესებს. სალოცავად მიმავალ ხალხს მიუძღვებოდა დროშით ხევისბერი წინ და ისინი ემსახურებოდნენ სამშობლოს სიყვარულს და ჩვენს სამშობლოს სიყვარულს ვემსახურებით. დიდი მადლობა, ესე იგი ხევისბერი, ანუ იქიდან თემიდან განკვეთის ამბავიც ხო გახსოვთ? ერთი ბიჭი მყავს განსაკვეთი თემიდან. აი ჩვენს გადაცემებს თუ გადაავლებთ თვალს, უფროს უმცროს პატივისცემა ხო არის საჭირო? აუცილებლად. არის გარეშე გამორიცხულია. მაგრამ ესეთი კარგი ბიჭია, იმდენად ნიჭიერი, იმდენად კარგი ადამიანია და რადგან ესეთ განსხვავებულ მდგომარეობაში ხართ, კი გააძლიერეთ კიდევ ერთი ქალბატონით, მაგრამ მაინც უმცირესობაში ხართ, დამხმარე. უმცირესობაში არ ვიყავ. კი ბატონო და მაშინ ის დამხმარე თუ არის თქვენ ესეთ ხელმძღვანელი, სუფრაზე რომ მიდიხართ ხოლმე, თქვენ ხომ არ გირჩევენ თამადად და მოადგილეთ თქვენ დამხმარეს. არა, მანდ ცოტა უკან პლანზე ვდგები ხოლმე. თამადად ალბათ ეხლა სოფიას დავაგენებთ, იმიტომ რომ სოფია არის. ესე ამათ არც ეკითხებით საერთოდ არ არის. აბიჯო ამოიღეთ ხმათო ეკითხებიან ჩვენ. ეს ორი ხალი ჩვენ მოკლედ ხელშემჭერი ვართ. იმ დაბლებენ რა, თორე ასე კი არ არის რეპეტიციაზე სიცხლს მიშრობენ. ნუ ხო, როგორ მიმდინარეობს ხოლმე სიცხლის გაშრობის პროცესი, მაინტერესებს. აი რაღაცა სიმღერას დაუშვათ განვიხილავთ და ვაკეთებთ. რაღაცაზე ვერ ვჯერდებით. არა, აქ ასე ჯობია, არა, აქ ასე ჯობია, ჯერ ვუსმენ ასე და უკვე აი ძალიან რო გადავიწვევი და დავიღლები და ეხლა გაჩერდით, ეხლა მე მომისმინეთ. მაინც ისე გავაკეთებ, როგორც მე მიტყვა. თქვენ გენათ. ოჩა. ფემინისტების ოცნება ხარ ფაქტიურად, რა ეხლა რასაც უყურებ 12 კაცი, ესე იგი როგორ გინდა ატარო შენ ჭკუაზე და რა მაინტერესებს ისე ხო არ მოუბეზრებიათ ისე თავი რომ გითქვათ რომ ყველა კაცი ერთნაირია. ჯერ მადამდე არ მისვარ. აბა როგორ ყველა კაცი განსხვავებულია თუ აბა რას ამოხმობ? ჯერჯერობით ვუძლებ. კი ბატონო, ეხლა მოდით ბატონ დავით დარბაიძესთან გადავიდეთ, ესე იგი წარვადგინოთ თან, რომ ბატონ დავიდი გახლავთ გორის მუნიციპალიტეტის ანსამბლ გორის ხელმძღვანელი, საოპერო მომღერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, პოეტი ბატონი დავით დარბაიძე, ეს უფრო სრული
რეგალიებით წარვადგინებ. თქვენ როგორ დაუკავშირდით ავანსამს? მოკლედ 2019 წელს დავწერე ლექსი პატრიოტულ მოტივზე. დიახ. ეს ლექსი მალევე წავაკითხე ჩვენს გორელ გამორჩეულ პიროვნებას დიდ პოეტს ბატონ ჯემალინჯიას. მე სწრაფათვე მოხდა ეს ლექსი მუნიციპალურ მწერალთა სახლის ყოველ კვარტალურ ჟურნალში მწიგნობარი, ვისი ხელმძღვანელიც გახლავთ ხარბატონი მარინა ჯალიაშვილი, გულისხმიერი პიროვნება. ამის შემდეგ უკვე იბეჭდება ალმანახ ხორნაბუჩში ეს ჩემი ლექსი. მისი რედაქტორი გახლავთ არაჩვეულებრივი პიროვნება გიორგი ნატროშვილი. შემდეგ უკვე ბატონ ვაჟა ოთარაშვილის არაჩვეულებრივი პიროვნება ჩემი უფროსი მეგობრის საავტორო გადაცემაში ლიტერატურა ხელოვნება სულიერება. აი აქედან ეს ხდება პლასტარმი ამ ლექსის პოპულარიზაციის ცნობადობის ამაღლების. შემდეგ უკვე აი ქალბატონ შორენამდეც მოვიდა ესე იგი ეს. თან მით უმეტეს ამღერებულ ვარიანტშიც რომ მოусმენენ იმედი მაქვს გადაცემის ბოლოს მე ლექსომღერის ლექსვარის ამ სიმღერის სოლისტი რომელსაც მოისმენთ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რა თქმა უნდა და აი სიმღერა რომელზეც უკვე ვისაუბრეთ ბატონი დავითის ლექსზე და თქვენს მელოდიაზე ესე ლამაზად ამღერებული და აჟღერებული სიმღერა სადაც დაგემატებიან თქვენი ანსამბლის წევრები და სრული შემადგენლობით იმღერებთ მინდა დაგითმოთ ასპარეზი და თქვენთან ერთად მღერის მამა პეტრე რომელიც რაღაცა განსაკუთრებული აღნიშნვის ძალიან აი მართლა არ ვიცი ეს ადამიანი არის ჩვენი ანსამბლისთვის მართლა მონაპოვარი იმიტომ რომ ჩვენთვის ბევრის მხრივ მნიშვნელოვანი არის ამ ადამიანის ყოფნა ამ ანსამბლში. და ძალიან საინტერესოა და მადლობა მას განსაკუთრებულად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არც თუ ისე ხშირი შემთხვევა არის და დაუთმოთ ასპარეზი ანსამბლ დროშიოს. მე ვარ ქართველი სულით ხორცით და არაბით არის მაშა სადამე შენს წრება როშკის ქვათა ბორციქთა არ დამითმი არ წმენის სადავე მე იმ გენის ვარ ვინაც ღრუბლებში ჰკვეთა გუმბათის ვედი ცხოველი სისხლ მდინარიც აქავარილია დადექ მამულოით მინეწოდაც ვიდრე ნისლები გადაივლიან დავიდრე ვახტანგს წყვილის არც მესვრით დაფიქრდეთ იქნებ რა გსურთ მანამდე საზურებს რადუმ
ბალახით აკაცრებს მეფრის მატარებ კაკაშ მუდამ ცარიებს მარჯვენით ჯედურ სადარებს მეფრის და მე ვარ ხანსა არ დამუხავდე გადასარების მარჯვენით დამახასულის გასდა და გორის ციხეს სავსე წარებით ავიდრე ვახტავს თბილის სასწრაფით დაფიქრეთ იქნებ რახსუხ მანამდე სასწრაფს რამუნზე გამიკავს ეს ვინიკოვსიდან და რუბანდამდე